განვიხილოთ კგბ-ს მორიგი საინფორმაციო შეტევა ქართულ საზოგადოებაზე. საინფორმაციო სპეცოპერაცია უკრაინაში ასეთ საინფორმაციო სპეცოპერაციებს იფსოს ეძახიან. ეს იფსო მე დავაფიქსირე ზამთარში, წელს ზამთარს, იანვარ-თებერვალში. შეიძლება ბევრად ადრე დაიწყო, მაგრამ ამ მომენტში უკვე ძალიან აქტიური გახდა და ამ მომენტში მე უკვე დავაფიქსირე, რომ ძალიან მოდებულია. ეს არის იფსო საკვებზე. და ისტერიკა, რომ ყველაფერი მოწამლულია, საკვები მოწამლულია, ყველანაირი ქიმიური საშუალებები, რითაც ჩვენ ან ჭურჭელს რეცხავთ, თან თავს ვიბანთ, ან ყველაფერი საშინლად მოწამლულია, ყველგან ნიტრატებია, ყველაფერი გკლავს და ამის მიწოდება საზოგადოებისთვის ხდება ძალიან ისტერიულ ფორმაში, რომ ღმერთო ვიღუპებით, დაახლოებით ასე. მერე გაზაფხულზე და ზაფხულში რამოდენიმე გადაცემა ხომ მქონდა მე ეგრეთ წოდებულ შმეგრელებზე. იმ ადამიანების ჯგუფზე თუ ჯგუფებზე, რომლებიც მეგრულ სეპარატიზმს აღვივებენ, რა თქმა უნდა, რუსეთის დაკვეთით და ამ ჯგუფებშიც უცებ დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. მე ისედაც ვიცოდი, რომ ეს ჯგუფები რუსეთიდან ფინანსდებოდა და ამ თემაზე რომ დაიწყეს ისტერიკა დამიდასტურდა, რომ ნამდვილად რუსეთიდან ფინანსდებიან, იმიტომ რომ ამასაც შეეხნენ და ესეც მორიგი დავალებაა კგბ-დან. ეს ერთი და პირიქით ისიც დამიდასტურდა, რომ ეს ტალღა რუსული ისტერიკაა და რუსული საინფორმაციო შეტევაა. ეს ვიწამლებით ტალღა. და ვუყურებდი ამას და კითხვა მქონდა, რომ ანუ სად მიყავთ, რატო აკეთებენ ეს კონკრეტულად რა მიზნისთვის, ანუ ეწყობა ეს ისტერიული ტალღები და ბოლოს ანუ რას გვეტყვიან, რომ რა საჭმელი არ ვჭამოთ? თუ რას გვეტყვიან, რომ აი ქართული და რა საქართველოში რო ყველაფერი არ ვარგა და მოდით ახლა აქტიურად რუსეთიდან უნდა შემოვიტანოთ და რუსული უნდა ვჭამოთ, იმიტომ რომ ის დაცულია და ჩვენ და ყველაფერი მოწამლულია. და აი როგორც იქნა დღეს შემხვდა პოსტი Facebook-ზე, რომელმაც მიპასუხა იმ კითხვაზე, რომ რისთვის არის ეს ყველაფერი და სად მივყავართ ამ ისტერიულ საინფორმაციო კამპანიას. თურქული, ირანული, ინდური, ჩინური, არაბული. როდესაც ვიღაცა, ვინც ვითომ ქართული ოცნების წინააღმდეგია და რაღაცას აღშფოთებას გამოხატავს ამა თუ იმ საკითხზე და ოცნების პასუხისგებლობაზე მიუთითებს, მაგრამ არა აქვს არანაირი პრეტენზია რუსეთზე, რუსების ჩამოსახლებაზე, რუსული ნაგვით როა გატენილი ჩვენი მაღაზიები ამაზე, აი ეს თურქული, ირანული, ინდური და ჩინური და არაბული არის, რა თქმა უნდა, თაროებზე, მაგრამ არის ძალიან მიზერული იმასთან შედარებით, თუ რამდენია რუსული. და როდესაც აი ესია, რომ ნაგავია შემოტანილი ევროპული პროდუქტის მაგივრად და ქართული წარმოების მაგივრად, რუსულით რო არ იწყება, ეგრევე ავტომატურად უნდა გესმოდეთ, რომ ეს რუსული სპეცოპერაციის საინფორმაციო შეტევაა. ეს ვიღაცა ირაკლი ქართველიშვილი არანაირი წინააღმდეგი არ არის ოცნების და ოცნების მიმართ გამოხატავს კგბ-დან დაკვეთილ აღშფოთებას. მერე აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არის ის, რასაც ჭამს და ჩვენ ქართველები იმიტომ ვართ და ამდენი საუკუნე იმიტომ ვარსებობთ, რომ ქართულ პროდუქტს ვჭამდით მხოლოდ და რასაც გავდივართ ბოლოში. ქართველი როგორც ასეთი ამ სივრცეში, სასიცოცხლო რეალობაში, ანუ ჩვენ ქართველები ვართ და ქართული განსაკუთრებულობა თუ თვითმყოფადობა გვაქვს სწორედ იმიტომ, რომ 1000 წლეულია ვიკვებებით სწორად კი. ოკეი. მაგრამ ზოგჯერ იმათ ეშლებათ და მოწამლულიაო ქართულ პროდუქტებს ლაპარაკობენ. ეს ისე რა.
ისე რა უცებ შემოკრავენ ხოლმე მაგ თავის ისტორიულ ვიდეოში ქართულსაც ხელს. რატომ განიცდის ქართველი ამ მკივნეულად, ანუ ემიგრაციას რატო განვიცდით მკივნეულად, როდესაც საქართველოდან გვიწევს წასვლა, იმიტომ რომ იქ ემიგრაციაში ქართული საჭმელი არ გვაქვს. შაჰ-აბასი რატომ ანადგურებდა ვაზს, ანუ რუსეთს ვაზი არ გაუნადგურებია, რუსეთს ხორბალი არ გაუნადგურებია და 1000 კიდე რაღაცა ქართული რაც გქონდა და ამის მაგივრად ჩაით და მანდარინით არ გაუტენია აქაურობა. რუსეთს ეს არ უქნია, მხოლოდ შაჰ-აბასი გვიხლეთ დღეს არ იპარავს რუსეთი ჩვენ ტყეებს. ამას მხოლოდ შაჰ-აბასი აკეთებდა. რუსეთი არ არსებობს. ბოლო 300 წელი რუსეთი არ არსებობს, რაზე ვილაპარაკოთ არ ვიცი, რანაირ პრეტენზია რუსეთის მიმართ არ აქვს. და თურმე უკვე 25 წელია, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, გაიხსნა საზღვრები და ჩვენ გვასმევენ და გვაჭმევენ 1000 უცხოურ უბედურებას. აი ახლა გასაგებია, რისთვის იყო უკვე მთელი 1 წელიწადი ეს პროდუქტიული თუ პროდუქტის გარშემო, საკვები პროდუქტის გარშემო და არა მარტო საკვების ისტერიკა. ღმერთო გვიშველე ვიწამლებით ვკლავდნენ, თურმე იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო და უცხოური პროდუქტი საქართველოში არ შემოდიოდა. თურქული, ირანული, ინდური, ჩინური, არაბული და კიდე 1000 ჯურის. ახლა მთლად მაგდენს ვერ გაბედავენ, რომ ევროპული და ამერიკული დაწერონ. ევროპული და ამერიკული კიდე 1000 ჯურის ნაგვით ჩაანაცვლეს ეს სიტყვები. სურსათისა და პროდუქტის 90% რომ უცხოური იმპორტული გვექნება, აბა კარგი რა დაგემართება. ესე იგი, ეს გარდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია დევს ახლა ამ პოსტში, კგბ-ს თემებიდან რამდენი თემაა გაერთიანებული ერთად. საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, რუსული პროდუქტი კარგია და ხარისხიანია, ბევრი რუსული როა თაროზე ეს კარგია და ხარისხიანია, ამასთან პრეტენზია არ გვაქვს. მტერი თურქები და სელჩუკები და ეს ვიღაცები და შაჰ-აბასები არიან, რუსეთთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. რა ცუდია, ხო, საბჭოთა კავშირი რო დაინგრა და რა ცუდია, რომ საზღვრები გაიხსნა. რა კარგია, რომ მალე უვიზოს წაგვართმევენ და რა კარგია, რომ ევროპებში ვერ ვივლით და რა კარგია, რომ შეიძლება იმ ევროპებიდან რაღაცები ვერც კი ჩამოვიტანოთ და იმპორტი აღარ გვექნება საკვები პროდუქტის. რა კარგია, რომ საქართველო ნელ-ნელა იზოლაციაში მოხვდება. აქ საბჭოთა კავშირს აღვადგენთო და რუსეთს შევუერთდებითო, ამასაც ასე პირდაპირ ჯერ ვერ წერენ, მხოლოდ ჯერ. რამოდენიმე თვეში დაწერეთ. რა კარგია, რომ ისევ იზოლაციაში მოხვდებით რუსეთთან ერთად, იმიტომ რომ რუსების უკანალში გარჭობილი ხროვა ვართ ბოლო 13 წელი. და ის იზოლაცია, რომელიც დაგვემართება, როგორი სასარგებლო იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ დაგვეწყება ქართული იმპორტოზამეშენიე. იმპორტოზამეშენიე არის რუსული სიტყვა, რომელსაც ძალიან ხშირად რუსეთში იყენებენ და თავს იტყუებდნენ, უკვე ვეღარ გამოსდით ეგ ტყუილი. რომ ძალიან კარგია, რომ დაგვასანქცირეს, ძალიან კარგი, რომ იზოლაციაში მოვხვდით, იმიტომ რომ ახლა აღვადგენთ ჩვენ საკუთარ წარმოებას, გვექნება იმპორტოზამეშენიე, ანუ იმპორტს ჩავანაცვლებთ ჩვენი საკუთარით. აი ეს 7 თემა არის მოცემული ამ ერთ პოსტში და მთელი ის სურსათის გარშემო ისტერიკა, რაც ბოლო 1 წელი ხდება, იყო შემზადება იმისთვის, რომ ბოლოს აი ეს შემოეთავაზებინათ ჩვენთვის. დაგვაშინეს, დაგვძაფრეს, დაგვშოკეს, საფიქრალში ჩაგვაგდეს, თავი აგვიტკიეს, ყველაფერი საწამლავია, მაღაზიაში ვერ შეხვალ, ვერაფერს ვერ იყიდი, ნიტრატების საზომებით უნდა იარო და ყველა კომბოსტოს თუ სტაფილოს ნიტრატი უნდა გაუზომო და ვაშლს სანამ იყიდი.
და აი იზოლაციაში რო აღმოჩნდებით, ევროპაში რო ვეღარ ვივლით, ევროპიდან იმპორტი რო ვეღარ გვექნება, ვერაფერი რო ვერ შემოვა, აი მაშინ დავისვენებთ და ამოვისუნთქავთ, შევჭამთ მარტო ქართულს, ოღონდ ვერ შევჭამთ ვერანაირ ქართულს, იმიტომ რომ საქართველოში არ იარსებებს წარმოება და ისე დღეში ჩავარდება ეკონომიკა ქართული, რომ გლეხი არ დარჩება საერთოდ სოფელში. და ქართულს თავისი მოყვანილი პამიდორი, ჭოპორტის პამიდორიც კი არ ექნება და გორის ვაშლი, თუ ისე გაგრძელდა ეკონომიკური სვლა, როგორც ახლა გვაქვს. და დაგვრჩება საჭმელად მხოლოდ რუსული ნაგავი. აი ახლა მთლიანი სურათი უკვე ნათელია. კიდევ ერთხელ, რისთვის დაიწყეს 1 წლის წინ ეს ისტერიული კამპანია, რომ ყველაფერი საწამლავია, რაც კი იყიდება, იმით რომ რა კარგია, რომ იზოლირებულები ვიქნებით გარე სამყაროსგან და ვერავინ ცუდ საჭმელს ვერ გვაჭმევს. იხარე ერო, მოგიტყანთ 51-ის მხაზველი.